იცით რომ აპირებენ კაზან ტიპის მოწყობას რაღაცა გარყვნილების ერთ-ერთი უდიდესი გარყვნილების მოწყობის დემონსტრირებას 10 დღიანი გარყვნილება იქნება ესე იგი სოდომ გომორი ყველაფერი ერთმანეთში არის ენით აუწერილი გარყვნილებას აპირებენ ეს გარყვნილება აქამდე იმართებოდა უკრაინაში ყირიმში კერძოდ და უკრაინამ ყირიმი დაკარგა თოფის გაუსრულებლად დაკარგა დამთავრდა ყველაზე ძვირფასი და ყველაზე კარგი რაც ქონა აღარ არის ამ წოდვის გამო ინგრეოდა იმპერიები. ამ წოდვის გამო დაინგრა ბიზანტიის იმპერია, ამ წოდვის გამო დაინგრა დარიოსის იმპერია, რომის იმპერიას, დარიოსის სპარსეთის ბრძანებელი უძლიერესი. ამ წოდვის გამო დაინგრა საქართველოს ჯავლედმა მიწას ხერხემალში გადატეხა ფაქტურად და იმის შემდეგ ჭუაზე ვერ მოვიდა. ეს არის წოდო, რომელიც ანადგურებს პიროვნებას პირობლად, ანადგურებს ოჯახებს, ინგრეო ოჯახები ამის გამო. ძალიან კარგად იციან ჩვენ მომტრებმა რომ ეს ქვეყანას გაასწორებს მიწას და ამას აკეთებენ. და ჩვენი ზოგიერთი ხელისუფალი იმის მაგივრად დადგეს და თქვას არა იცახის მე რა მოხდეს ტრადიციებს არ შეეხებოდა და შეზღუდult იქნება ბევრი ღარმდა ბავშვები ეს სიტყვა თქვა ისო ძალიან დიდი დოზებით არ იქნება პატარა დოზებით იქნება წარმოიდგინეთ ზრუნველი ერზე ვინც ჩვენ ავირჩიეთ და ვისაც ერი ჩავაბარეთ ესეთ რამეს ლაპარაკობს მამა შვილებს ხო მამები არიან რა ჩვენი პატრონები ეგენი თვლებიან საქმე იმაშია ძალიან ძვირი დაუждდება თამათს. წინა ხელისუფლებას რა დაუждდა ნახეთ. გაქცეულები არის ზოგი სადარი, ზოგი ციხეში, ზოგი იმალება, რა დღეში არა ყვედოთ. ესენი ორ დღეში ჩავარდებიან. ეკლესიაზე და ერზე ვიცხელს აცებს უარეს დღეში ჩავარდებიან. ეს არის ფაქტობრივად ეკლესიასთან ბრძოლა.